და ბოლოს საქართველო თბილისის ჯაზ ფესტივალის რიგით მესამე დღე მელომანებმა ებრაელ მესაყვირეს ავიშაი კოენს მოусმინეს. მასთან ერთად საღამოს მთავარი გმირი ამერიკელი დრამერი ჯებ ბილარდი უკრავდა. ღონისძიებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჯაზ ფესტივალის დასრულებამდე კიდევ 2 კონცერტი დარჩა. თითოეული მომდევნო შოუ არის დაუვიწყარი. ისევ და ისევ მინახაზი გაუსვა, რომ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული, სულ სხვადასხვა ბენდ ლიდერები, სხვადასხვა ინსტრუმენტები, სხვადასხვანაირი ჟანრები, ერთმანეთისგან განსხვავებული თვითონ კონცერტები, მაგრამ რაც ყველა ამ კონცერტს აერთიანებს, არის უმაღლესი მსოფლიო დონის და კლასის პროფესიონალიზმი. უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, როგორც ხედავთ, ძალიან ანშლაგი არის, წელს ძალიან დიდი ფესტივალი და 7 დღიანი არის, 23-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით არის ფესტივალი და მე მგონი ძალიან საინტერესო პროგრამაა, რადიკალურად განსხვავებული სტილის მუსიკოსები ჩამოდიან დღეს მსოფლიოში, ვინც მუსიკალურ გემოვნებას, ასე ვთქვათ, კარნახობს თელ მსოფლიოს, ზუსტად აი ეს დონის არტისტები არიან ჩამოსულები.